სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოქალაქეებისთვის ქონების უკანონო ჩამორთმევა, პენიტენციურ დაწესებულებებში წამება და არა ადამიანური მოპყრობა, ფაქტების ვრცელი ჩამონათვალი და რეჟიმის დანაშაულებში ასეულობით მხილებული პირი. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ დღეს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელსაც მოусმინა. ირაკლი ნადარეიშვილმა ვრცლად ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე, რა სისტემით მუშაობდა რეჟიმი, საზოგადოებისთვის საერთო სურათის შესაქმნელად პროკურორმა ამ დროისთვის გამოძიებული დანაშაულების სტატისტიკაც წარადგინა. მაგალითისთვის 2003-12 წლებში ქონების უკანონო წართმევისა და მითვისების ფაქტებზე დაზარალებულად ამ დროისთვის 488 პირია ცნობილი, მათგან 335-ს დაუბრუნდათ ან დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. ამ მიმართულებებით გამოკვეთილია რეჟიმის მაღალჩინოსნების ბრალეულობები. პროკურორმა ვრცლად ისაუბრა თუ როგორ გასცემდნენ ზურა ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დავალებებს ადამიანებისთვის ქონების წართმევასთან დაკავშირებით. თვალსაჩინოებისთვის რომ წარმოგიდგინოთ, დეპარტამენტის მუშაობის შედეგად მაგალითად ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი 3 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე იქნა პასუხისგებაში მიცემული და დღეის მდგომარეობით 3-ვე საქმეზე დამდგარი არის გამომტყუნებელი განაჩენი. შეგახსენებთ, რომ ესენი იყოს ღვინის ქარხანა აკურას იძულებით დათმობის ფაქტი, ტელეკომპანია იბერიის იძულებით დათმობის ფაქტი და კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. მე მოხსენების დასაწყისში ვთქვი, რომ აკურაზე შევჩერდებოდი ღვინის ქარხანა აკურაზე და რატომ. ეს საქმე დეპარტამენტის პრაქტიკაში იქცა ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები ერთმანეთთან კოორდინირებულად შეთანხმებული მუშაობის შედეგად ახდენდნენ კერძო საკუთრებაში არსებული ქონებების მიქცევას სახელმწიფო საკუთრებაში. კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ, იყო საქართველოს საზღვაო ბანკი აჭარის ტერიტორიაზე და იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აღნიშნული ბანკის ლიკვიდაცია, როგორც ძველი ხელისუფლების, ანუ ასლან აბაშიძის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების და ზოგიერთი თანამდებობის პირების ინტერესების სფეროში შემავალი საბანკო სექტორის. თუმცა მოხდა ისე, რომ უშიშროების მინისტრი იმჟამინდელი ივანე მერაბიშვილისა და იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიერ ჩატარდა გაერთიანებული თათბირი, სადაც გაიცა დავალებები როგორც ეროვნულ ბანკზე, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, პროკურატურის თანამშრომლებზე, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებზე და სხვა პირებზე, საჯარო უწყების თანამშრომლებზე, რათა 2 თვის ვადაში მოეხდინათ გაცემული კრედიტების მაქსიმალურად ამოღება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ დაწყებული იქნა სისხლის სამართლის დევნა, ვინაიდან ის როგორც უშიშროების მინისტრი ისე ახორციელებდა სწორედ ჩემს მერზე მოხსენებულ ღვინის ქარხანა აკურის დათმობის საქმეს და თავისთავად წარდგენილი იქნა ბრალდება და დამდგარია გამომტყუნებელი განაჩენი. პროკურორმა ისაუბრა რეჟიმის ხელმძღვანელი პირების დანაშაულებზე. სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, 3 ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯამში 16 სისხლის სამართლის საქმე. ვრცელია იმ ფაქტების ჩამონათვალიც თუ რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში. წამების არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობისა და სამოხელეო დანაშაულის ძალადობით ჩადენის მუხლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების რამდენიმე ასეული მაშინდელი თანამშრომელი პასუხისგებაშია მიცემული. საბოლოო ჯამში პროკურატურაში სპეციალურად შექმნილი დეპარტამენტის მიერ, რომელიც 2012 წლამდე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებებს იძიებს, 554 საჯარო მოხელე იქნა მხილებული. ეს 554 ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა არის გაცილებით მეტი. მაგალითისთვის, თვალსაჩინოებისთვის შემიძლია წარმოგიდგინოთ, რომ მაგალითად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულია 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დევნა, ხო? და მათ შორის 2 საქმეზე უკვე დამდგარია გამომტყუნებელი განაჩენი. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ დაწყებული არის 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დევნა და დამდგარია გამომტყუნებელი განაჩენები. ასევე გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ ის მსჯავრდებულია 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. ანუ ჩვენი სტატისტიკის მიხედვით ანალიზი რომ გავაკეთოთ, ამ შემთხვევაში 3 პირია, მაგრამ 16 სისხლის სამართლის საქმეა. ამდენად სწორედ იმ ფაქტორზე მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ შეიძლება ერთი მაგალითად პენიტენციური
დაწესებულების თანამშრომლებს ჰქონდეს 3, 4, 5 და მეტი პირის მიმართ წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩადენილი. პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან ერთად აქტიურად იმუშაოს და ყველა შესაბამისი ინფორმაცია წარადგინოს. ნებისმიერი ინფორმაცია, რაც საინტერესო იქნება კომისიის საქმიანობისთვის მოგაწოდოთ, როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით. რაც შეეხება ჩვენის მხრიდან ბუნებრივია პროკურატურასთან ერთად აქტიურად მუშაობთ სხვადასხვა საკითხებზე, ძირითადად ჩვენ უკვე დასრულებულ საქმეებთან მიმართებაში გვაქვს საერთო, ასე ვთქვათ, სამუშაო, რაც გულისხმობს იმას, რომ მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით არაერთ სასამართლო პროცესში ვარ ჩართული, სადაც იყო შემთხვევები, როგორც აღინიშნა ავტომობილების ჩამორთმევის და გვიწევს ამ შემთხვევაში უკან დაბრუნება იმ პირებისთვის, ვისაც უკანონოდ ჩამოართვეს თავის დროზე, ასევე უძრავი ქონების საკითხებთან მიმართებაში. ეს არის ყველა მიმდინარე სასამართლო ღია პროცესები და ღია გადაწყვეტილებები არსებობს. როგორ მუშაობდა ნაციონალური მოძრაობის სისტემა, ვისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ დანაშაულებში მხილებული საჯარო მოხელეები და იყო თუ არა ოჯახის წევრები, დაშინებისა და მუქარის ფაქტები, ნაცრეჟიმის მიერ გაცემული დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ვრცელი მოხსენების შემდეგ კომისიის წევრების მიერ დასმულ ამ კითხვებს პროკურორმა დეტალურად უპასუხა. აღინიშნა, რომ იყო სისტემური დაშინებისა და მუქარის პრაქტიკა. საჯარო მოხელეები კი, რომლებიც თავდაპირველად ხელმძღვანელების დავალებებს ასრულებდნენ, შემდეგ უკვე ერთმანეთს ადამიანებისთვის ქონების ჩამორთმევაში ეჯიბრებოდნენ. შეგიძლიათ თუ არა დასკვნა გააკეთოთ როგორ მუშაობდა სისტემა. რიგითი თანამშრომლები, ვინც თქვენ, ვის წინააღმდეგაც თქვენ საქმეები გამოიძიეთ და მერე სასამართლოში განაჩენიც დადგა. რა იკვეთება რომ გაიგეს სისტემა როგორ მუშაობდა და რა მიმართულებით მიდიოდა, მერე ავტომატურ რეჟიმში თვითონ იქცეოდნენ ისე როგორც იქცეოდნენ და ჩადიოდნენ სამართალ დარღვევას, თუ თითქმის ყოველ ჯერზე ეს იყო კონკრეტული ვინმეს მიერ გაცემული დავალება, ინსტრუქცია. თავდაპირველად ეს მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელების დავალების შესაბამისად ხდებოდა. მაგრამ შემდეგ უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ ასე რომ დავალების მიცემა აღარ იყო საჭირო, უკვე გაცხადა სისხლის სამართლის პოლიტიკა იმჟამინდელი, რომელიც ერთგვარ წახალისებასაც უწყობდა ხელს. აი მაგალითისთვის რომ მოგიყვანოთ, რაღაც შეჯიბრობითობის პრინციპი ჩამოყალიბდა სხვადასხვა სტრუქტურებს შორის, აბა ვინ უფრო მეტ ქონებას დააბრუნებდა სახელმწიფო ბიუჯეტში. საქმეების გამოძიების ფარგლებში რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ თქვენ მსხვერპლების, ანუ დაზარალებულად ცნობილი პირების თქვენ შემთხვევაში, მეუღლეებსა და ადვოკატებზე. ანუ შეიძლება ჩვენ თქვათ, რომ სისტემატურად, როდესაც თქვათ ბიზნესმენს ართმევდნენ ქონებას, მის წინააღმდეგ ერთ-ერთი არაღად გამოყენებული იყო მეუღლე, ნათესავი, ან შვილი. დიახ, ასეთი ფაქტებით შეხვდა მაგალითად ემუქრებოდნენ, რომ თუ არ დათმობდა ქონებას, მის მეუღლეს, რომელსაც ჰქონდა რაღაცა შეპესე, მაგალითად შევიდოდა იქ საგადასახადო შემოწმება, ფინანსური პოლიცია დაიჭერდა და ასე შემდეგ. ყველანი კარგად ხვდებით, რამდენი ადამიანის ტრაგედია დგას, რამდენი წართმეული სიცოცხლე, რამდენი ნაწამები ადამიანი და წართმეული ჯანმრთელობა, წართმეული ქონება და განადგურებული ადამიანები მაგალითს მოვიყვან. ქალბატონი აღმოვაჩინეთ ციხეში 65 წლის ქალი, მე-12 დაწესებულება იყო მაშინ მე მგონი ეს, სადაც ქალბატონები იყვნენ, რომელსაც თაღლითობა ჰქონდა ჩადენილი რამდენიმე ეპიზოდი. სულ ლაპარაკი არის 2700 ლარის ღირებულების ზარალი, რაც მიადგათ დაზარალებულებს და თუ არ ჩავთვლით ორ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც ფულზე იყო დანარჩენი იყო, აი მართლა ერთი ტომარა ფქვილი რო ისესხა და ვეღარ ჩაასესხა მერე ან აღარ ჩაასესხა თაღლითობაში ჩაოთვალეს ყოველ შემთხვევაში. 25 წელი ციხე 17500 ლარი ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ და ეს 2700 ლარი ზიანის ანაზღაურება დაზარალებულებისთვის. ეს სისტემა ქალბატონთია და ამ სისტემის შემქმნელი არის ერთი ადამიანი, ამას ქვია მიხეილ სააკაშვილი. სულ ერთწუთიანი მცირედი რეპლიკით შემოვიფარგლები, ის რაც ბატონმა ირაკლიმ მისაუბრა ახლა და ბატონმა სოზარმა, ქალბატონმა თიამ, ამ ყველაფერს პრინციპში საერთაშორისო სასამართლომ დაარქვა სისტემური დანაშაული.
ანუ ის რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ბატონო ირაკლი, ეს არის ფაქტები, რა თქმა უნდა, გაუმტუნებელი განაჩენებით და ჩვენ ამ კომისიის შექმნამდე სხვათა შორის არაერთხელ გვითხოვს, რომ უამრავი მტკიცებულება უკვე არსებობს იმისთვის, რომ ეს რეჟიმი შეფასებული იყო, თუმცა რა თქმა უნდა, დამატებითი მტკიცებულებებიც საჭიროა, რასაც ეს კომისია აუცილებლად მოიპოვებს და აი მე როდესაც ქართულმა ოცნებამ გამომიცხადა ნდობა და დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, მაშინ სამინისტროში დამხვდა სია შედგენილი ბატონი ზურა ადეიშვილის მიერ და ამ სიას მოფერებით საჯარო მოხელეები ეძახდნენ კეთილი ბიძიების სიას. კეთილ ბიძიაში იგულისხმებოდა ის ბიზნესმენი, რომელიც ვითომდა ნებაყოფლობით მოვიდოდა სამინისტროში და გადაწყვეტდა, რომ სამინისტროსთვის ესადღვის თავისი ქონება ეჩუქებინა სამინისტროს გამოყენებისათვის. დღესვე საგამოძიებო კომისიამ 2013 წლებში ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს მოусმინა. მაგალითად, 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოტანილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რითიც პირდაპირ მტკიცდება, რომ იმ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, ცესკოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ შედეგები ისე შეაჯამა, რომ არ იყო ჩატარებული არჩევნები ორ დიდ ოლქში, ხულოსა და ქობულეთში. ამით კი 60,000 ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება წაერთვა. გამოიკვეთა ის პირიც, ვინც ცრუ ოქმს ხელი მოაწერა. ხელმომწერი ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე და შემდგომში ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა დარღვევა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ეს შევახსენებ ყველას, ის საპარლამენტო არჩევნებია, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებაში. აი ასეთი არჩევნებით მოვიდა, ეს წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, სადაც 60,000 ადამიანს წაართვეს ხმის უფლება. ეხლა რატომ არის ეს გარდა იმისა, რომ კონსტიტუციის და კონვენციური უფლებების დარღვევა მნიშვნელოვანი? ლეიბორისტულმა პარტიამ ასე შეჯამებულ არჩევნებში 6.01% მიიღო, მაშინ როდესაც როგორც თქვენვე დაადასტურეთ და ასე იყო ნამდვილად 7% იყო ბარიერი. მე მაქვს ერთადერთი კითხვა, ვინ ხელმძღვანელობდა ცესკოს 2004 წლის 28 მარტს. რაც შეეხება თუ ვინ წარმოადგენდა უშუალო კითხვას, შემაჯამებელ ოქს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასე რომ ეს არის აღნიშნული იკვეთება აღნიშნული შემაჯამებელი ოქმიდან. სააკაშვილმა უბრალოდ დაინახა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს აგებს მესციაში აგებდა ჩვენს კოლეგასთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან და კოდორის ხეობა, სადაც არჩევნები ბუნებრივია ტარდებოდა, მაგრამ არ ტარდებოდა მაჟორიტარული არჩევნები, იმიტომ რომ ეს არის გულირიფშის რაიონის ნაწილი. სწორედ აი ამ საარჩევნო მიზნით მხოლოდ ერთჯერადად შემოერთეს მესციას და იქ განლაგებულ 3,000 ჯარისკაცის ხმა წამოიღეს მესციაში. 3,000 კაცის ხმა აბსოლუტურად 3,000-ვე ხმა იყო ყოველგვარი დაკვირვების გარეშე იყო ეს ხმები მიცემული, 3,000-ვე ხმა იყო ერთ კანდიდატზე, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატზე მიცემული და 3,000 ხმა მთლიანად წვეთს მესციაში არჩევნების ბედს, რომელიც მე მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი დარღვევები ხდებოდა და როგორი დარღვევებით ტარდებოდა არჩევნებში. 2008 წელს პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა და საბოლოოდ შედეგები არის ამგვარად. ბატონ მიხეილ სააკაშვილს აქვს 1,49,647 ამომრჩევლის ხმა, რაც იყო 53.45% და ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს ჰქონდა 509,111 ამომრჩევლის ხმა. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია აქტიურ მუშაობას დღეიდან შეუდგა. დღეს გაჟღერებული ინფორმაცია კომისიის წევრებს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ მრავალი ახალი დეტალი გახდება ცნობილი, რაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სამართლებრივი შეფასებისთვის ერთგვარი საფუძველი იქნება. ცნობილია მომდევნო სხდომის თარიღიც, რომელიც 21 თებერვალს გაიმართება. პროცესი კი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
უკვე იკვეთება საჭიროება იმისა, რომ ჩვენი მომდევნო სხდომა, რომელიც პარასკევს 10 საათზე გაიმართება, გაგრძელდეს კონკრეტული პირების მოსმენით. 60,000 ამომრჩეველი დატოვა ხმის უფლების გარეშე. ეს მოხდა 2004 წლის მარტ-აპრილში და აპრილში ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მაინც შეაჯამა არჩევნების შედეგებით. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მოვიდა ის რეჟიმი ხელისუფლების სათავეში. მოვიწვიოთ თუ არა ქალბატონი ნათია მოგელაძე, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მართავდა პოლიტიკური გაერთიანებების შესაბამის დეპარტამენტს. მასთან არის დაკავშირებული ყველა ის ჯარიმა თუ დამამცირებელი პროცედურა, რომელსაც აწარმოებდა მაშინ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის წინააღმდეგ. მასთან არის დაკავშირებული ასევე წინასაარჩევნო პერიოდში ეგრეთ წოდებული თებშების დაპატიმრების პროცესი. ასევე არ არის გამორიცხული, რომ პარასკევის სხდომაზევე ჩვენ ვთხოვოთ მოსვლა ჩვენი კომისიის წინაშე ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე აცხადებდა, რომ მას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური მოჰყარეს. უარი კომისიის წინაშე გამოცხადებაზე ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისჯება კაცრად და ამიტომ ნურაფერს დაუყენებთ წინ იმას, რომ ჩვენი ოფიციალური შეტყობინების შემდეგ მობრძანდეთ და მოგვასმენინოთ თქვენი თავი. დღევანდელ სხდომაზე გამოკვეთილი პირები მომდევნო კომისიის სხდომაზე არიან დაბარებულები. მათ შორისაა ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე იყო. ასევე ნათია მოგელაძე, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებების შესაბამის დეპარტამენტს მართავდა. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ მოწვეულ პირებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ არ გამოცხადების შემთხვევაში პასუხისგება კანონის წინაშე მოუწევთ.